შენ მე არ დამიწყებდი ძებნას, რომ უკვე ნაპოვნი არ გყავდე. ეს ნიშნავს, რომ ძებნა ყოველთვის გაცნობიერებულია. არასოდეს ეძებ შენთვის ძალიან უცხოს და როცა რაღაცას პოულობ, აღმოჩნდება, რომ ამისთვის დიდი ხანია ემზადებოდი. აქ უმნიშვნელო როლს თამაშობს მოულოდნელობა, შემთხვევითობა კი ალბათ გამორიცხულია. უცხო გარემოს ან უცხო ქვეყანას იმ იმედით უახლოვდები, რომ ახალ სამყაროში შენივე თავი სხვაგვარად იპოვო და გამოხატო. რუსი პოეტი სერგეი ესენინი საქართველოში მოდიოდა, როგორც შემდგომ გაირკვა, საკუთარი თავის გადასარჩენად. რაც დრო გადის, ქართული და რუსული კულტურული სივრცეების გადაკვეთა ზედაპირული ხდება და ძველი ინერციით წამოსული მაღალი სურვილები ვულგარულ პოლიტიკურ ქაოსში იკარგება. და მაინც დიდი ხანია დადგა დრო, რომ რუსი პოეტების საქართველოსთან დამოკიდებულებას მოუხსნათ ცალმხრივი ემპირიული აღტაცების ვუალი, რადგან მათი ჩამოსვლა ჩვენ სამშობლოში რთულ ფსიქოლოგიურ და ზოგჯერ ძალიან მაღალ კატეგორიებთანაცაა დაკავშირებული და ეგზოტიკური შეხვედრების ფარგლებს ცილდება. თუ რაოდენ არაფრის თქმელია მხოლოდ მთაგორები და მინდორველები, რომლებიც დღესაც არსებობს, მაგრამ თანამედროვე რუსი პოეტები აღარ უძღვნიან ნატიფ მეტაფორებს. თუ რაოდენ არაფრის თქმელია მხოლოდ ბუნება უადამიანოდ, პოეტი სერგეი ესენინის პირველივე შთაბეჭდილებიდან ჩანს. დარიალის ხეობასთან მისული მოიგონებს პუშკინს, ლერმონტოვს და გაოცებული იტყვის. აბსოლუტურად გაუგებარია, რამ აღაფრთოვანა ისინი, ვინც თერგის, ყაზბეგის, დარიალის და სხვათა სახეები შექმნა. გამოგიტყდები და რიაზანის გუბერნიაში უფრო მეტად ვიყავი კავკასიით აღსილი, ვიდრე აქ, ამ ადგილას. და მაინც კავკას სიბნელ ზაგადეჩნიმ ტუმანამ. რას ნიშნავს ეს იდუმალი ნისლი, ზაგადეჩნი ტუმან? შეიძლება ასეც ავხსნათ საიდუმლოებით მოსილ ქვეყანასთან და საკუთარ თავში ჯერ კიდევ აუხსნელთან ერთდროულად მისვლის სურვილი. უცხოს იღებს, რომ საკუთარი გამოხატოს. წინასწარ მზადდება ნიადაგი, რომ აღიქვას და განიცადოს ის უცხო გარემო და საკუთარი გემოვნები და თვალსაწიერით დაანახულ უცხო ქვეყანას მისთვის სასურველი მნიშვნელობა და აღიარება მიანიჭოს. მე-20 საუკუნის 20-იანი წლები, თბილისი. ზაგრანიცა უმა, ასე უწოდებს ამ ქალაქს რუსი პოეტი ავანგარდისტი ალექსეი კრუჩონიხი. ზაგრანიცა უმა არაერთხელ იმეორე
რეპრესიაში ვარდება. საქართველოში ჩამოსვლამდე ესენინი ევროპასა და ამერიკაში მოგზაურობს და მაშინ რატომღაც ტოტალური შემოქმედებითი სიცარიელე ისადგურებს. ვერ წერს ვერცეთ სტრიქონს. გაუგნებულია იმ ცხოვრების წესით, სადაც ყველა ფასეულობაზე მაღლა ფულს, დოლარს აყენებენ, სადაც ღირებულებათა ათვლის წერტილი მატერიალურიდან იწყება. ამერიკიდან რუსულ სინამდვილეში დაბრუნებული ესენინი ცენზურასთან იდეოლოგიურ თამაშს იწყებს, რასაც ბოლომდე ვერ ახერხებს და კონფლიქტამდე მიდის. უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობაც ფიასკოთი მთავრდება. ყველაფრისგან დაღლილი საქართველოს მშვენიერი ნიადაგი აღმოჩნდა. თბილისში ჩამოსულ სერგეი ესენინს ხვდება ვლადიმერ მაიაკოვსკი. სერგეი ესენინი პირველად 924 წლის შემოდგომაზე ვნახე. ნაზი თბილისური შემოდგომა იყო, რუსთაველის პროსპექტზე მივდიოდი, თვალში მეცა დიდი აფიშა წარწერით სერგეი ესენინის საღამო. ამ პოეტზე ბევრი რამ გამეგონა ტიციანისგან, ის მისი უახლოესი მეგობარი იყო, ჩვენთან ღამეებს ათენებდა, ახლობელ ადამიანად გრძნობდა თავს. ერთხელ ჩვენთან სადილად იყვნენ სტუმრები, გიორგი ლეონიძე, სანდრო შანშიაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, სერგო გუდიაშვილი, ლელი ჯაფარიძე. სუფრას აკლდნენ სერგეი ესენინი და პაოლო იაშვილი. მე მაგიდასთან ვიდექი, როცა ვიღაცამ კარი შემოაღო. სერგეი შემოვარდა, გაბწყინებული თვალები ჰქონდა, უბზინავდა ოქროსფერი თვა. შემოვიდა და გადმომაყარა ქრიზანთემების თეთრი და ყვითელი ყვავილები. თან მახარა, რედაქციაში ჰონორარი მომცეს და ჩემ დას გაუგზავნე და მე ბედნიერი ვარო.
Чувствую себя просветлённым. არის თუ არა ეს სიტყვები სათანადო არგუმენტი იმისა, რომ ესენინმა საქართველოში კათარზისი განიცადა. საერთოდ კათარზისის ამ ურთულესი პროცესის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით. ვიცით ის, რომ კათარზის მხოლოდ დადებითი ემოციები არ ბადებს. შეიძლება ტანჯვას, გაურებას, სწრაფვას, ამაღლებულისადმი, რასაც იქნებ საკუთარი ცხოვრების წესით უარყოფდე და უკანასკნელი გამოსავალიც ვერ იპოვო, სრულიად მოულოდნელი ესთეტიკური რეაქცია ახდეს, კათარზისში გადაიზარდოს. ფაქტია, რომ საქართველოში ჩამოსული სერგეი ესენინი განიმუხტა, განახლდა და შემოქმედებითი მუშაობა დაიწყო. მოგვიანებით გიორგი ლეონიძე იტყვის, რომ საქართველოში ყოფნის პერიოდი ესენინისთვის იყო ყველაზე ნაყოფიერი ხანა, რომ მან აქ სრულიად ახალი ძალები მიიღო და სულიერი კრიზისი დაძლია. სერგეი ესენინი თბილისში აღმოჩნდა პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, სერგო კლდიაშვილის, გიორგი ლეონიძის და სხვათა თბილისური ბოჰემის წრეში. ლეგენდარული ცისფერყანწელები მანიფესტებშიც უარყოფდნენ ზედაპირულად და ბრმად მიღებულ უცხო სამყაროს და სხვა ავანგარდისტული სკოლებისგან განსხვავებით არასდროს უთქვამთვარი საკუთარ წინაპრებსა და ტრადიციებზე, ასევე კლასიკურ ფორმებზე. შეიძლება მეგობარ ცისფერყანწელთა გავლენაც გახდათ, როცა სერგეი ესენინი საქართველოში ყოფნისას აზიატობას დაიბრალებს და თავისი ცნობილი ლექსის „პაეტ-მგრუზი“ არტისტულ დემონსტრირებას იწყებს. Я вас люблю, как шумную куру, люблю в пирах и в разговорах. Я северный ваш друг и брат, поэты все, единой крови, и сам я тоже азиат, в поступках, в помыслах и в слове. ნინო ტაბიძის მოგონებათა წიგნიდან. მახსოვს ერთხელ ღამის 12 საათზე მოვიდა ჩვენთან სირიოჟა. შემთხვევით პაოლო იაშვილიც იქ დახვდა. უჩვეულოდ ახსნებულმა სერგემ უბიდან ახალი ლექსი ამოიღო და მეგობრებს წაუკითხა. ეს იყო მისი ცნობილი საქართველოს პოეტებს. პაოლო და ტიციანი ახტაცებულნი, აღელვებულნი გსმენდნენ. ეს იყო უჩვეულო პოეტური ღამე. ტიციანმა ვაჟა-ფშაველას ლექსების წიგნი გადმოიღო. უკითხავდა ესენინს და იქვე სიტყვასიტყვით უთარგმნიდა. ესენინის ახტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. იმ წუთებში ისგავდა ადამიანს, რომელმაც უეცრად ახალი, მანამდე უცნობი სამყარო იხილა და მისმა სილამაზე თვალი მოსჭრა. პირობა დადო, რომ გადაეთარგმნა ვაჟას ლექსები, მაგრამ არ დასწავდა. წაეკითხე ჩემი ლექსი გაზეთში, კითხა სერგეი ესენინმა გიორგი ლეონიძეს. არა. წაეკითხე და იგრძნობ, როგორ მიყვარს საქართველო. მაშინ ზარია ბოსტოკაში გამოქვეყნდა ესენინის ცნობილი ლექსი „კავკასია“. მას მერე რაც ესენინი მოსკოვს, ანუ თავის პირვანდელ გარემოს დაუბრუნდა, გიორგი ლეონიძის დასკვნა, რომ რუსული კრიზისი უკვე გადაანახა, სამწუხაროდ ნაადრევი გამოდგა. კონფერენციების შესახვევიდან ისევ იგზავნება წერილები, რაზეც ოცნებობდი და ვიმედოვნებდი, ყოველივე ფერფლად იქცა. როგორც ჩანს, მე მოსკოვში არ გამეჩერება, ოჯახური ცხოვრებაც არა ეწყო. მინდა გავიქცე, საათ კავკასიაში. დეკემბერი იყო. ზარია ვასტოკას რედაქციაში გვაცნობეს ესენინის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი. თავზარდაცემულები ვიყავით. მოგვიანებით რუსი მწერალი ნიკოლოზ ტიხონოვი იტყვის, ესენინი საქართველოში რომ დარჩენილიყო, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ლადო გუდიაშვილის მოგონების მიხედვით საქართველოს პოეტებისადმი მიძღვნილი ლექსის ერთ-ერთი ვარიანტი ესენინს თითიდან გამოდენილი სისხლით დაუწერია და ტიციანისთვის გადაუცია სახსოვრად. ეს ხელნაწერი დღესაც უნდა არსებობდეს.
და მაინც რა დაგვრჩა ყველაზე მნიშვნელოვანი რუსულ-ქართული ურთიერთობების ისტორიიდან. იქნებ ჩვენი დროის დარღვეული საზღვრები და გასული საუკუნის რუსი პოეტის სისხლით დაწერილი მიწყვნა საქართველოს პოეტებისადმი. ალბათ დავიწყება მხოლოდ დროებითია, მერე ისე ვიწყება მოგონებათა, ანუ წარსული განცდების აწყოში განახლება. ესენინი ვერც საკუთარ თავს, ვერც წარსულს და ვერც მომავალს გაექცა. საქართველო მისი დროებით თავშესაფარი აღმოჩნდა. ლამაზო ბიჭო სერგეი ესენინ ცოცხალს არ გესმის ეს საფიცარი. ტიციან ტაბიძის ლექსში სერგეი ესენინ შემაცრწუნებელი წინასწარმეტყველებაა. რუსი პოეტის ქართველი ძმათნაბიცების მომავალი ტრაგედია. მე-20 საუკუნის ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ტყვეების სამიზნე პოეტები გახდნენ. მათ შორის ქართველი და რუსი პოეტები. სერგეი ესენინის მიხედვით поэты все единой крови. Проведите меня к нему! Я хочу видеть этого человека! მოგდევდა სევდა დიდ ტრამალების დამოატანე დარეალამდე. სულისულს როგორ დაემალება ჩვენი თვალებით ცეცხლით დალამდნენ. არ გამოცვლილა ხომ პოეზია, მუზები ცისკრის კარებს აღებენ, მხოლოდ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწია, ჩვენც ალბათ სადმე ჩაგვაძაღლებენ. ღმერთი და რჯული, არა ვართ შორი, მონღოლის სისხლი გვიდუხს ორთავეს, სული დააპეს და მერე მძორით ზერებმა გამოათავეს. ჩოფურიშულთან ვიყავით წუხელ, შენზე ღრიალით გასკდა არღანი, საკუთარ ძმასას ვეღარ გავუმხელ, რაც ჩაკირულა გულში ბალღამი. სამწუხაროა ყველა ესენი და უფრო მწარე კიდევ ის არის. ლამაზო ბიჭო სერგეი ესენინ ცოცხალს არ გესმის ეს საფიცარი. ამხანაგებო თუ ღრმა ღელეში ჩვენი თავებით სადმე დაგორდეს, ყველა მიცოდეს სხვა პოეტებში ესენინ ჰყავდა ძმად ცისფერ ორდენს.